მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა თქვენ ჭირიმე. დღეს დღევანდელ ხუთშაბათ დღეს ამ კვირაში ბოლო ასე ვთქვათ პერედაჩა არის ჩვენი გადაცემა, როგორც იტყვიან ხოლმე და კარგი არ არის. კარგი, ჩვენ დავიწყოთ მე მგონი უნდა დავიწყოთ ზელენსკით. ეპისტოლარულ ჟანრთან შეიძლება დაწყება, ეგეთ განსთან მქონდა. იცი რატო? იმან სააკაშვილმა დაწერა რაღაცა. რაო? აი რა გამნებავსო. სააკაშვილმა გააკეთა გამოხმაურება, მე მგონი ჯგუფში ჩავაგდე. აი ამ ასე ვთქვათ უმსგავსობაზე, რაც კაკაცუკებმა ატეხეს ფეხბურთთან დაკავშირებით და ანუ რას ამბობს ხა რას წერს? მე ფეხბურთის გულშემატკივარი. მეთქი ფეხბურთელი ვიყავ. როგორც თქვენი უმრავლესობა უყურებ რა ერთხელ სპორტსმენი ვიყავი. უყურებ რა ნაკრების უბედურებას, თანდაყოლ ხო ერკვევა რა. არ შემიძლია თქვა რომ ეს არის პირდაპირ შედეგი მოთამაშეთა უმრავლესობის ხალხისგან მოწყვეტა. მარცხი მარცხზეზარი, ასე იცის ახალ ბომა ოსნების კლიპში გადაღებამ, საპროტესტო პოსტების აღებამ, კორუფციული არქის წილში შესვლამ, ამდენი თანატოლის დაჭერაზე და ციხეში გამოწყებაზე ხმის არამოღებამ. ყველაფერს აქვს თავის ფასი, ხალხმა შეგაქცია ზურგი, ტრალივალი და ასე შემდეგ, ხო? აი, ანუ მოდი მაშინ კიდე ერთხელ გავაკეთოთ მაგ თემაზე. ესე იგი გასკრა კიდე ერთხელ, მორიგად გასკრა. ახლა ამაზე გავაკეთოთ. მოდი ვაფშე მათ გულის გასახეთ რაღაცას ვიტყვი, იმიტომ რომ იმ 4 ადამიანზე, იმ 4 ფეხბურთელზე, კიტეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, რომელიც უშუალოდ გამოჩნდნენ კლუბში, გაცლებით მეტი არის საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელთა რიცხვი, რომელიც აკაცუკების მხარეს არ არის და პირიქით ხელისუფლების ხარდამჭერია. მე საერთოდ არ მომწონს თქვათ ფეხბურთის და ფეხბურთელების ესე დაყოფა. ეს არის ხო, ეს არის ეპარტიული, ეს არის ეროვნული მოცემულობა, რომლის გამიჯვნას და დაპირისპირებაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არ ვიცი ვიღაცის ბოროტ ინტერესებს და შესაბამისად ფეხბურთელები თუ ვინმე რამეს აფიქსირებდნენ, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამასთან ეს ფეხბურთელები ზემოთ ჩამოთვლილიც და სხვანის, რომლებიც უშუალოდ კლუბში არ ყოფილან, მაგრამ ზუსტად ვიცით. მათი პოლიტიკური პრეფერენციები ეს ადამიანები ზუსტად იგივე პოლიტიკურ პრეფერენციების იყვნენ მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. და მისაშენი დედავატირე, ჩაიგდე ხმა. პორტუგალიას ცოტა შემოქმედების ნაწილი ჩავდა. კი ბატონო, ჩაიგდე ხმა. ამიტომ თითქოს ის რო აი კლიპში გამოჩნდნენ და მე ამან გამოიწვია, ნაცები აღარ გულშემატკივრობენ და ამან გამოიწვია, არის აბსოლუტური აბსურდი და ბოდვა. იმ კალიბრის ბოდვა, როგორც იყო, რომ წნილის ბანკებით რუსეთის არმიას ამარცხებდნენ, აი მაგ კალიბრის ბოდვა არის. ბებორო მოდი გადავიდეთ ამ საკითხზე. გაზპრომის გაზეთმა, Financial Times-მა, ამ სხვანაირად მე ვერ ხსნი ამ საშინელებას, რაც მათ დაწერეს, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ის პირობები, რომელსაც ამერიკა სთავაზობს რუსეთს ომის შესაწყენ და უკრაინას. რუსეთს ამას ხო უკრაინა უნდა დაეთანხმოს, კაცო. შეიძლება არც დაეთანხმოს, ანუ ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ რუსეთთან უკვე გადაგზავნილია წინადადებები. რუსეთთან შეიძლება ითქვას უფრო შეთანხმებული ვიდრე უკრაინასთან. მე ესე ვიცოდი რომ ეს იყო რუსეთთან შეთანხმებული, რომელზეც ეხა ელოდებოდნენ უკრაინის თანხმობა. რუსეთს შეუთანხმა, რუსეთს გადაგვდა, რუსეთი ალბათ ზუსტად არ ამბობს თანახმა თუ არა, მაგრამ კი ბატონო. ნუ ზელენსკი როგორც ყოველთვის ბოლო დროს არის აფსაიდში და ეხა რა არის? დონბასის მთელი აღმოსავლეთის ნაწილის დათმობა, ანუ რაც არ აქვს დაკავებული ჯარი უნდა გაიყვანონ. შემდეგ ამ ტერიტორიას ყირიმს და დონბას ამერიკა აღიარებს, მეგობრებო. და რამდენიმე როგორც რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიას, დემილიტარიზებული ზონა, ანუ უკრაინელები კიდე გადაიწერენ სანიტარული ზონა, როგორც პუტინი ამბობდა. უარს ამბობს უკრაინის არმიამ უარი უნდა თქვას შორს მანძილს მოქმედ იარაღზე და შეამციროს არმიის ზომა, ესეც ჩადებული იყო დემილიტარიზაცია, პუტინი ითხოვდა ამას. მერე რუსები სამაგიეროდ გავლენ ხერსონიდან და ზაპოროჟიეს რეგიონიდან, აქ რუსეთს აქვს პრობლემა, იმიტომ რომ აღიარა თავის ტერიტორიად და ყატარი და თურქეთი შუამავლები იქნებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ყველაზე არა, ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალურ ენად რუსეთში, უკრაინაში რუსული ცხადდება და ის ეკლესია, რომელსაც ძევენ, რუსული ეკლესია, რომელსაც ძევნიან, ასევე გახდება ოფიციალური. მაგაზე კიევი პიჩორის ლავრა დაუბრუნდება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც რუსული უნდა იყოს სახელმწიფო ენა?
უკრაინის ტერიტორია რაც დარჩება, იქ კი უკრაინის ტერიტორია რაც დარჩება, იქ მეორე სახელმწიფო ენა უნდა იყოს რუსული. ორი სახელმწიფო ენა უნდა იყოს. არის ესეთი შემთხვევები, როცა ორი სახელმწიფო ენა. ჩვენ სხვა მაგალითად ფინეთში არის შვედური და ფინური. აფხაზური სახელმწიფო ენა კი ბატონო. სახელმწიფო ენა. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტი კლოუნი საშინელი ადამიანი და უკრაინის გამყიდველი და დამამფსობელი და შეიძლება კაბუაციტი რო ეხა აქ? კაბუ შეგიძლია აციტი რო ეხა? კაბუ და აციტი რო და რატომაც ვერ ხედავ ევროპაში დიდ რიგს ლიდერებისა, რომელიც ეკომაგებიან ახლა აი ამ ზელენსკის. ან სადა აქციები? და პლუს რითი მტკიცდება, რომ ამერიკას ესუნდა. ამერიკის მიერ ხელდასმული და შექმნილი ანტიკორუფციული ორგანო ნაბუ, ასე ვთქვათ, უკვე დაახლოებით 2 კვირა ყოველდღიურ თითქმის აკვეკნებს მასალებს ზელენსკის უახლოესი გარემოებაზე. ეგ პირდაპირ სტეიცის ეს ტიპები გაიხსნა მინისტრი და ტიპები გაქცეულები არიან. ზოგი თურქეთის, ზოგი სად არის? ეგ პირდაპირ არის ეს ინსტიტუცია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი აბსურდი რაც უკრაინიდან სამოქალაქო აღშფოთების გამოიტანეს იყო ეგ ბიჭო, რომ 3 წლის მანძილზე ომში ყოფ ქვეყანაში თურმე სოციალური პროტესტი ერთადერთი გამოიწვია იმან, რომ ანტიკორუფციულის გაუქმება უნდა და რადას. თორე სხვა არაფერზე არ ქონიათ პრობლემა და ყველაფრით კმაყოფილები არიან. ანუ შენ ხვდები მან რა მასშტაბის სოციალური პროტესტები არის, რომელიც მიჩქმალულია და რომელზეც დასავლური მედია საერთოდ ხმას არ იღებს. ნუ უკრაინაში ვერ ამოიღებს ხმას, იმიტომ რომ ოპოზიციური არხები ყველა დახურეს, მაგრამ ერთადერთი ბიჭო, ერთადერთი 3 წლის ომში ყოფნის 3 წლის მანძილზე ერთადერთი სახალხო პროტესტი, რაც გაშუქდა უკრაინიდან არის ის, რომ ანტიკორუფციულის დახურვას აპირებენ და არიქაო ესეთ დიდ უსამართლობას ჩვენ არ შევეგუებითო, ამითი უკრაინა დაიქცევაო. ხო, მნიშვნელოვანია რომ ალბათ ეს აქ არ წერია, მაგრამ ჩემი ვარაუდით ყველა სანქცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შემოღებული რუსეთთან ამ გარიგების საფუძველზე გაუქმდება და რუსეთი და ამერიკა და ჩინეთი ალბათ ერთად დაიწყებენ მაყურთის შოვნას. ვას ივანოვ ჩიქოვანი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია. სერიოზული. ჩიქოვანი ივანოვი რატო არ არის? აი, იმიტომ რომ ვასილია. აუ რა ფილოსოფია და სემანტიკურად ძალიან მაგარი. და ნახე რა მაგარ რამ ეს არის სემანტიკის შედევრი. და ნახე რა მაგარ რამეს ამბობს თან. დავიდა. ლოგიკური დასასრული არის. რა არის ლოგიკური გაგრძელება, ხო? ლოგიკური დასასრული არის გამარჯვება. ვასკატაკატა და რეჟიმაც იცის ეს, რომ გარდაიქმნა ეს პროცესი მიდის გამარჯვებამდე. დეტალის თავი დავანებოთ რა, რატო იცი? მე მგონი ეს რეჟიმის ერთ-ერთი ტაქტიკური ხრიკი არის, რომ ბევრი გამაღიზიანებელი უნდა შექმნას, რომ შენ საერთო სურათიდან გადაერთო აი ამ გამაღიზიანებლებზე და სადღაც დეტალებში ჩაგიყვანოს და იქ დეტალებში აუცილებლად გაიჭედები. ლოგიკური დასასრული არის გამარჯვება რატო? ბუნებრივი პროცესი გავდივართ. აი, გავაჩეროთ, საკმარისით. მე მგონი დაგვისვა წერტილი. კი, ლოგიკური გამარჯვება. ბაბახ ქვია ამას მაო. ლოგიკური დასასრული არის გამარჯვება. სხვაჩორის ლევან სანიგიძე ამბობს საინტერესო რამეს. ესეთი ალბათ ენთუზიასტი იმას რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობას არ ვიცი ვინ ყავს რა. იშვიათი რომელიც მამის გაკოპიზანებაში არის შემჩნეული? კი, თვითონო თქვა რომ მე გავაგზავნე მიშა. ჩემი კრედიტებია. ბოდიშის მოსახდეა. მშობლები რომ ვიღაცას აკურტიზანებენ, ეგ ვიდეო გამიგია, მაგრამ შვილი რომ დედასთან მამას აკურტიზანებს. და მე ამბობს ძალიან მაგარ რაღაცას ლაშა ბუღაძე, მაგრამ თუ ლაშა ბუღაძე ყველაზე მაგარ ამას ამბობს. გავუშვით. ინფანტილურ უმრავლესობას როცა ახსენებთ ლაშა, თქვენი აზრით ვისი მომხრეა ეს ინფანტილური უმრავლესობა? ანუ ოპოზიციის ამომრჩეველი, თქვენ ამბობთ რომ ოპოზიციის ამომრჩეველია უმრავლესობა და ინფანტილური უმრავლესობა ოპოზიციის ამომრჩეველია თუ ინფანტილური უმრავლესობა არ მithქვამს. უმრავლესობაშია ქართული საზოგადოება, რომელსაც აღარ უნდა ამ კრიზისში ყოფნა და უნდა იყოს დაცულ, მშვიდობიან და განვითარებულ სივრცეში ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა ცხოვრება და არანორმალური ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტები ციხეში სვამენ და სადაც ბანდიტები გარეთ დათარეშობენ და ქურდები. ჟურნალისტის ციხეში ჩასმა თუ ჟურნალისტს აქვს დანაშაული ჩადენილი არის არანორმალურობა?
ესეთი შემოგთავაზა ამან? სხვა შორის პირველი ჟურნალისტი ვის დაიჭირა ვიშა ვიყავი მე და თავი პოლიტიკურად არასოდეს არ შემირაცხვია. და მე ჩემი რაც პრობლემა მქონდა და რის გამოც მართალი ის არ გამიკეთებია სადაც მაბრალებს, მაგრამ ომი იყო, ბრძოლა იყო და ნუ გასაგებია და ჩემი ციხეში ყოფნი და არავინ არ შემიწუხებია რა. მოდი ესე ვთქვა პირდაპირ. რომ გიწყალებდნენ არც შეაწყალებინა თავი. ეგეც იყო კი ბატონო. ხო, მაგრამ მეორეს მხრივ გასაგებია რომ ჟურნალისტი არც ერთი პროფესიის მქონე ადამიანი არ შეიძლება იყოს იმუნიტეტით. იმუნიტეტით არიან კანონით მინიჭებული უფლება აქვს. ალბათ პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და ასე შემდეგ. იმუნიტეტის ვისაც აქვს, ეს იმუნიტეტი მოხსნადი არის თუ ჩვენ გვაქვს საქმე დამუშავება. ასაკვირველია და ეხლა ბუღაძე თუ ამბობს რომ არიან უმრავლესობაში, მაგასაც ვხედავთ რანაირად არიან უმრავლესობაში იყოს. აბა, დევიანტი არის რა, ყველაზე მთავარი რომ ბიჭო სხვა შორის დავით ზურაბიშვილმა რო დაწერა ერთხელ რომ ჩვენო მაგალითად უმრავლესობა არ ვართო, მაგრამ რო არ ვართ, ეგ ოკეია. ეგ იყო ვაფშე როგორიც აი ასტრალში გასვლა, რომ ჩვენ ვერც გავიმარჯვებთო, მაგრამ დემოკრატია უნდა გავიმარჯვებთო, იმიტომ რომ დემოკრატიისთვისაც ასე ჭყიანებრივ რაღაცა მაღალი კლასის ეს ბოგმაცმა. მე ზურაბიშვილი ვიტყვი. ზურაბიშვილმა ბოგმაცმა მაგრამ აი ლაშა ბუღაძეს რო ელანდება და ქეთევდარიანი მაინც მე მგონი უფრო ჭკვიანია ლაშაზე და იმას ხვდება რომ უმრავლესობაში ვაფშე არ არიან ეგეთი ბოროტე ადამიანები პირიქით. ძალიან უმცირესობა და დამაყობს თვითონ ცოტა ქეთი იმცირითი ამაყობს რომ ცხოვრებაში ქონდა ეტაპი სადაც იყვნენ ვლასტში. ბოროტები. ხო, ბოროტები, ოღონდ ეგეთი ეტაპი არასოდეს აღარ ჩავარდება რა. თუნდაც ძალად სვეცკობის გამო, ქეთი დევდარიანი არასოდეს აწყობს რომ ჩემნაირი უმრავლესობა. ხო. მას აწყობს რომ იყოს კრეატიული უმცირესობა. ის ამბობს რომ პირიქით უნდა აუგრძალოს რაღაცებს ხმის მიცემის უფლება და რაღაცები რომ სოციალ-დარვინიზმით არის დაკავშირებული ამ გაგანია 21 საუკუნის დასაწყისში. კი ბატონო. სოციალ-დარვინიზმზე ძალიან კარგი სტატია აქვს ინა გრიგოლიას, კიდევ საიკითხოთ. Science fiction, truth and trash. რომელიც მე მიშკამის ესხა სააკაშვილმა. და თქვა რომ ანთროპოლოგიურადო ჩვენო სხვა ჯგუფი ვარ და ანთროპოლოგიურად ჩვენ სხვა ჯგუფი ვარ. ლევან სარიკიძე. ან ვებძვით ქართულ ოცნებას და თან ხვდებით რომ ქართულ ოცნებას ვებძვით ან ეხლა მუდმივად ეს კენჭების სროლა ნაციონალური მოძრაობის ბანაკში რომელმაც 2003 წელს დიდი გარღვევა გააკეთა ამ ქვეყნის სახელით 2008 წელს რუსეთს გაუძლო და არ ჩააბარა ეს ქვეყანა და ახლაც გამოცხადებული მტერი არის როგორც პარტია და ისე მისი ლიდერი რუსეთის ფედერაციისთვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის ერთ სიბრტყეში ნებისმიერი ფორმით მოსმენა კონცეპტთან მიმაჩნია რომ აბსოლუტურად არასწორია ამავე დროს აი ზუსტად ამას მე მგონი მიშა უნდა რომ მამამისი იყოს. ეგა მთავარი პრობლემა საკავე ძმაო. ბიჭო. მაგიტო გაუშვა. გაუწდა რომ არ ქონდა თავის დროზე იმენა იშვილოს და დამშვიდება. იმენა ეგ. მიშამ უნდა იშვილოს. და ეგა რა. ან უნდა გაუმხილოს რაღაცა. გუბაზისთან ქონდა. მიშას ოქრო და სექსი გუბაზისთან და გუბაზისთან სექსუალური კავშირის შედეგად მიშამ გუბაზმა გააჩინა ისა. ანუ 2003 წელს რო დიდი გარღვევა, ანუ მამამისი რასაც ებრძოდა, ციგარი ხარ, მამამისი 8 წლის მანძილზე, ამას უყვარს ის. მამამისი ხო ჩმორიკია. და ისიც რა თქმა უნდა ჩმორიკია, მაგრამ მაინც ამას ჯერა რომ მამამისზე ნაკლებად ჩმორიკი არის ის. მიშა. არა, როგორც ჩანს ამას მიშა უყვარს მამის არქეტიპი არის ეგ. როლ მოდელი. ხო, არქეტიპი რა. ხო, ანუ ესე იგი ეს რო გამეწვებოდა დასაძინებლად. მიშაზე ნატრულობდა, რომ მიშა მოსულიყო მის სასტუმროთან. პამელა ანდერსენზე რაღაცებს აკეთებდი. პამელა ანდერსენი არის შესაძლებელი. ნატალი პორტმანი მიყვარდა. ნატალი პორტმანი გიყვარდა გამელო გიჩ. ეს მიშაზე აკეთებდა იქ. ცუდმასია წარმოიდგინე. და 2008 წელს რუსს არ ჩააბარა საქართველოს და დაკარგული ტერიტორიები რა არის? ბიჭო, ეხა ხარ თქვით რომ მიშაზე იმაშვებოდა და მაგას აჭყვა უნდა მოვკითხოთ. გაუშვა თორნიკე რაზმაძე. ვინა თორნიკე რაზმაძე? აი ეს ტირის. გვინდა არტირის და არ რომელია?
როტირის. ორშტერს შორის რო არის. ეგრე თქვით მე თორნიგერა. ტირის თქო მეტი რა გინდა. აი ხა არა, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვინი ტირა? ბევრი გახსოვს? ტურაშვილი ტირის ხოლმე ჩემთვის. არა, ამან იმენა იტირა. კიდე გვაქვს ვიღაცები ამ ნაცებისგან, კი ბატონო. გედევან ფოფხაძე. ეგრეც მოუცხო მოყვეს ტირო. გედევან ფოფხაძე. ეგრე ტირის ეს. პარალელურად მუშიმშილების აქ იქნება სოლიდარობის აქციაც შესაბამისად ჩვენ საზოგადოებას ამ აქციაში ჩართულისკენ და მონაწილეობისკენაც მოუწოდებთ. ვისაც არ შეუძლია შიმშილობა ამ პროტესტის ფორმისათვის ის არა ამზად ან მურჩევნია რაცა განერგით იყოს მონაწილეობა პროტესტში რაღაცა პერიოდში იმ ადამიანებს ექნება შესაძლებლობა სოლიდარობის აქციაში მიიღონ მონაწილეობა და საერთო მიზანი ამ ყველაფერს არის რომ პროტესტი იყოს 24 საათიან. გაძლიერდეს შიმშილობის 24 ნასემ სუპერმარკეტის ისტორია ხო იცი რომ განვითარდება და ჯერ 8 საათამდე რომ მუშაობს სუპერმარკეტი მე 100 საათამდე მე პატრონი რო იტყვის რომ მოდი რა მივცხოთ და 24 საათიანი გავაკროგრასოთ დაჩნი. ვაი პატარა მე მგონი ამათ ეხა პატარა დრაივს ჩადგავენ შუაგულ რუსთაველზე რას ნიშნავს? ანუ რა არა 24 საათი ღამის 3-ს დილის 5 საათზე იქ უნდა იყოს ხალხი? ხო დაიძინოს, გაიღვიძოს, მორიგეობა, იმიტომ რომ თქვენ არ გახსოვთ მე მგონი ეგ მორიგეობის ფაზა ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს. იმიტომ რომ ვიღაცები ან რაღაცა საათები იყო დანაწილებული რომ საღამოდან რაღაც დილის 4-მდე თუ 5-მდე უნდა ყოფილიყო ერთი პარტია აკაცუკების და მე 6 საათიდან მეორე პარტია უნდა მისულიყო და ისინი ჩაანაცვლებოდნენ ის დანუკა ჟორჟოლიანი კიო და მაგაზე რომ გაუძელითო 6 საათზე ვეხავ გამოვიძინებო და 6 საათზე თქვენთან ვარო მე და მე ჩაგენაცვლებითო გახსოვს მაშინ რომ დაშალეს მე დაშალეს ეგ აქცია გამევინც იქ იყო და აიო თურმე არასწორ სტრატეგია ყოფილა რომ ვერ მოვასწარისო ჩარაცვლებაო და მოვასწრე ჩვენი დაშლაო იქ რო იყვნენ აქვია შუაგულ ვატეში რო აკეთებდნენ აქციას კაი კობა სუბელიანი აუ კობა სუბელიანიო მართლა ამინა კობა ივანიშვილის პალაჟენია კი არ არის აქ ყველანი ვარ თავისუფლები ამერიკაზე გულისხმობს ხო ალბათ ამერიკაში არ არის ეგ ტრაილერის კაი იყავი თავისუფალი სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაში თავისუფლებაზე ჩვენი ემიგრანტი წუწუნებს, იმიტომ რომ ტრამპმა ისე მოუჭირა და ძალიან ბევრი ადამიანი მასშტაბები ყავდა და მე სიაბანს არ ვამბობ ამ შემთხვევაში მეგობრებო. ხო ესე? ბევრი წუწუნებს ძალიან რა. ბაიდენის დროსაც ბევრი წუწუნებდა. ეხლა უფრო მეტი რა. ეხლა არ ვიცი მე არ მქონია. არა ეხლა მეტი კაცო, იმიტომ რომ ემიგრანტებს მე როდესაც ამერიკაში მომიწია ყოფნა, ეს იყო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადა და იქ ასნე რაზე უნდა მელაპარაკა უფრო ხშირად ტაქსისთან ვიქნებოდი რაღაცა. სულ მაგას ვებაზრებოდი კაცო პოლიტიკურ იმაზე სიტუაციაზე რა ხდება და რა ხდება. ანუ იქ ცხოვრები ქართველები ვაფშე ის იყო. იმიტომ რომ ანუ ყველაზე ანუ ახალგაზრდა შუახნევ ჩვენი ასაკის მაგალითად ტიპები 30-დან 40 წლამდე ვისაც შვილები ყავდა ყველა სკოლის პრობლემაზე მელაპარაკებდა რა. გენდერშმენდერ ხო? გენდერშმენდერის გარდა ანუ მაგალითად ბავშვს ისეთი არალიბერალური ტერმინი ეხმარა სკოლაში. ზანგი არა. მათ შორის. შობელს ედებოდა მაგაზე მე სანქცია და შეეძლო სამსხურდა გაეთავისუფლებინათ მაგ სკოლის იმითი რომ ამ ბავშვმა ეს მოიტანა ესე იგი სახში გაიგო და ესე იგი სახში ეს ნებადართულია და ასე შემდეგ. ანუ კარჩე niggas in Paris რო იმღერო სახში და ბავშვმა რო ეგ წაიღო სკოლაში დახეული გაქრა. და თვითონ ქუჩაში ჯიგრულად ნარკომანები კაი ხალხი არა. ქუჩაში მე შემიძლია ვიდეო ჩაგიყარო და გავუშვათ. ხო. ანუ ადობნი ბესპრინციპი მაურას ქუჩაში არის დღისით მზისით სანსეტ ბულვარზე ისი რა პირველ დღეს გაფრთხილება რა მომცეს რა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის ტრანსპორტით არ იმგზავრო ავტობუსში და მეტროთი არ იმგზავრო იმიტომ რომ მინიმუმ გაქურდავენ მაქსიმუმ დაგჭეხავენ კი ხო დარდაევასები შეიძლება ნარკომანი არის პირდაპირ მნიშვნელობით შუა ქუჩაში ანუ Sunset Boulevard-ზე, აი, Sunset Boulevard-ზე. სახანძრო ვინტილებთან წაწოლილი ტიპები იკეთებენ ბოქვენში. ანუ ეგ არის ყოველდღიურობა. იმიტომ რომ პირველ დილით რო გავედი სასეირნოდ და Sunset Boulevard-ისკენ რო დავაწექი, ისე რა მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავი და აქ ვიღაცა იჩხერს რა, გვერდით. ანუ ეგ ხდება. ეგა ყოველდღიურობა. ხანძარი აი სწორედ მაგ ხო ძალიან კაი ქვეყანაა რაზეა ბაზარი არა ისე არაფერი არ აქვს გასაცნობელი ჩვენი ყოველ შემთხვევაში ალბათ ტრამპი მოულის მაგას დღეს კი არა ხვალ უნდა შეხვდეს ხო იმ ნიუ-იორკის ახალგაზრდებს
მაგარი შეხვედრა არ ვიცი. რა ქვია მაგას გამახსენე? რაღაცა გვარია. კარენოი ნიუ-იორკელი რო არის. ეგ და სკორსეზე. სკორსეზე და დენირო. ვუდი ალენი და დენირო, არა, დენიროს კი გაუსწორდებოდა, დენიროს გაუსწორდებოდა ნიუ-იორკელი. დენირო ვოუკი გახდა. სიმერეში ვოუკი გახდა. დენირო გახდა ლაზარე გრიგორიანის. მამდანი. ინდოელია, რომელიც გაიზარდა მე მგონი რაღაც მუსულმანურ ქვეყანაში, არ ვიცი. მეტ ხელი მოუმართოთ. ნიუ-იორკში ჩვენ უფრო დიდი ხნით ვართ ნამყოფები ვიდრე ეგ, ხო, ის მერი გახდა. ეს მოხალხე გახდა 2018-ში გახდა. ნიუ-იორკი ლოს-ანჯელესი ერთი არ არის. 2018-ში გახდა. ფეხით გადახო. როგორ თურში ხო? არა, პოლიციას ამცირებს. რაღაც საშინელებებს აპირებს რა იქ, კაროჩე, ნიუ-იორკში მაგარ ჩაისწრება. კარგი. მურმან დუმბაძე საინტერესოა ყოველთვის. აი ვოუკი კაცი ძმაო. ნუ არ გამოვიდა. მე ვფიქრობ რომ 4 ოქტომბერი გრძელდება. გამოახვალ, გამოვაზე. ასე ადვილად მე არ მქონია იმედი რომ 4-ში მივიდოდი და ნახევარ საათში ეს ყველაფერი დასრულდებოდა. მე ვფიქრობ რომ საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ პროტესტს, აგრძელებენ უწყვეტად. პრაქტიკულად თუ ჩვენ ჩავთვლით 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგ არც ერთი დღით საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა. ეხლაც მიმდინარეობს დედაქალაქში საპროტესტო აქცია. ბათუმშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ეს აქციები უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ბიზინა ივანიშვილს არ მაიძულებთ, რომ აქციოს ორივე ხელი გადადგეს ხელებს ვერ ცილდება რა. კაი სლოგანია სხვათა შორის არ გამოვიდა, დღეს გამოვა ხვალ. სერიოზული სლოგანი მოუფიქრა აკაცუკობას მურმანამ. და მურმანას თუ დააკვირდებით, სულ ერთვება გარედან. ანუ სახლიდან არასოდეს არ არის. მე მგონი ანუ სახლში აქ დაზაპრეტებული აგდებენ. აქ ხაი შენი ეს კრეტინობა აქ არ გვასმენინო, გადი გარეთ იბაზრეო რა. შენობიდან არის დაზაპრეტებული. სახლიდან არის. სულ გარედან ერთვება კაცი. ხო, სადღაც მიდის ჩემი ადგილე ჭუმად და შენობაში შეიძლება რაღაცა ვიღაცა. არა, ისი რატო, იმიტომ დღის ჩართვები როცა იყო ხოლმე რაღაც ბათუმის ლამაზი ხედი დღე ღამე არაფერი არ ჩანს უკან რა და რახან სულ გარედან ერთვება ესე იგი რაღაცა სხვა საკითხი არის რა. თუ რაღაცას ვაკეთებ, მაგალითად შარდავს, სადღაც არასწორად და წადი ძმაო ქუჩაში მოშენდი. სახში მეორეჯერ ეგ რაღაცა არ გააკეთე. სამზარეულოს იმაში ნიჟარაში არის. აი, ანიწითლიძე, აბა გაუძლოთ ანიწითლიძეს. ცოტა დაგჭა, ცოტა და მე აგზავნა. არ იქნება სწორი, ხო, რაღაც ხალხსახად თქვა, რომ რაღაცა სწორია და რაღაცა სწორი არ არის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია, ხო, როგორი არის. მაგრამ აი ამ შეხედულებიდანაც კი ეხლა აი ამ პერსპექტივიდან რომ შევხედოთ რიგარეში არჩევდებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მიუხედავად ჩვენი არაერთი პოზიციის, ანუ ჩვენ ყოველთვის რადიკალურად ბოიკოტს ვემხრობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე არ ვთვლი რომ რაღაცა წინა შეცდომები იყო თუ არა შეცდომა კიდე ცალკე განხილვდება, მე მგონია რომ არ იყო, მაგრამ ზოგადად არ უნდა ჩავჩეთ რაღაცა წარსული შეცდომებში და რაღაცა ხალი უნდა ვეძებოთ, მათ შორის იმაში, რომ ყოველთვის კედელს ისე არ შევეჯახოთ, რომ ჩვენ თვითონ დავზიანდეთ ამ ყველაფერში, მაგრამ ამ პოლიტიკური მოცემულობის ახალი ინფორმაცია, ეს ამის დედაც ვატირე კაცო, განამ ქალის ნაცების. ახალი ინფორმაციაა, რომ ომის მინისტრი, ეგეც სახელი ხო აქ? ამერიკის ომის მინისტრი, სიზმრების. მართლა არის ომის მინისტრი. ვიცი. აბარონის არ არის, თავდაცვის. შეხვდა უკრაინის ხელმძღვანელობას და ისეთი სიხარულით გვასწრებს, რომ ყველა ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომ უნდა დამთავრდეს ეს ომი. როგორც იქნა სიტუაცია, ეს ამბობს უკრაინაში ელჩი, ამერიკის როგორც იქნა სიტუაცია ისე ეწყობა, რომ მალე დადგება ასე ნანატრი მშვიდობა. მე მგონი დაეძრა საბოლოოდ რა. ანუ ჩვენ ნახეთ ხო ალბათ საბოლოო გეგმა რაც შესთავაზეს, რაც ჩამოთვალე გადაცემის დასაწყისში, მაგაზე თუ ესეთ სიხარულით დათანხმდეს ნოს საღოლ. ეგ თვითონ არავინ არ იცის სიხარულით თანხმდებიან თუ არა, მაგრამ მე დარწმუნებულია რომ როგორც კი ესე მოხდება, უკრაინაში არის ექსტრემისტული და ფაშისტური ძალები. მაშინ გამოდის რომ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ესე ზელენსკის იშორებენ. ყველა ვარიანტი. ზელენსკის იშორებენ და ახალი მარიონეტი პრეზიდენტი ეყოლება უკრაინას. იქ ოღონდ იქით ამ მხარეს, რომელსაც გააკონტროლებენ რომელსაც და მართლა რაც უნდა უკრაინის წიაღისეული და აღშენებლობა, რომლითაც BlackRock-მა უნდა იხეიროს თავიდან ბოლომდე. არ გაჩვენს უკრაინა გახდება BlackRock-ის საკუთრება. როგორ მოიქცევა პოლონეთი, როგორ მოიქცევა უკრაინის ტერიტორია გახდება BlackRock-ის საკუთრება. და არა მარტო, იმიტომ რომ პოლონეთს თავისი ისტორიული დასაბუთებული პრეტენზიები აქვს. პოლონეთს ვიღა შეეკითხება. არა, კი. რატო არა, ძმაო,
მომეცი სად არის ეგრე ჩემი არა მან სხვა ამბავი ქვეყანა იშლება ხო იცი იქითა ნაცელი იშლება მიდიან და იღებენ რაღაცას რა უნგრეთს არა ბლეკროკს დაზანიადებული აქვს არა უნგრეთს აქვს თავისი უჯგოროჩი სულ უნგრელები ცხოვრობენ ძმაო და ავსტრო-უნგრეთის ნაწილი იყო და სტალინმა მისცა მაგალითად აი უკრაინის პარტია ემართლა უკრაინის ენთუზიასტები ვინც იყვნენ უკრაინის პატრიოტებს არ გულისხმობ უკრაინის ენთუზიასტები უკრაინის თვითონ ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით საქართველოში აი საკაცუკები აი ნახონ დაახლოებით 5 წელიწადში რა დღეში იქნება უკრაინა და როგორ იქნება დანაწილებული, როგორ იქნება გადანაწილებული, როგორ იქნება დაშლილი, როგორ იქნება ეკონომიკა დანგრეული, ჯერ ისედაც ომის ეკონომიკაზე როა დაფუძნებული ეს ყველაფერი და მერე ის აღშენებლობა ვინ წაიღებს იმ წიაღისეულებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შრომის უნარიანი მოსახლეობის და განსაკუთრებით მამაკაცების, რა ვიცი, უდიდესი ნაწილი თუ არ ვსწრებ ყოველი მეოთხე ან დაჭრილია, ან გარდაცვლილია, ან ემიგრაციაში, ან დაინვალიდებულია, ან გარდაცვლილი, ხო? ნუ აი ნახოთ. აი ხა გინდა რაღაცას ვიტყვი, როგორ გვარების და სახელების დასახელების გარეშე. მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენ ყოლოდა არა სწორი და არა ჭკვიანი, უჭკუო ხელისუფლება და დაუშვათ ჩართულიყავით ავანტიურაში. და ღმერთი მიწდა და ჩავერთეთ და ჩართულიყავით რა. აბა კარგად ეხა მე არ ვიტყვი ქვეყნებს. რამდენი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გამოაცხადებდა მისი აზრით ძალიან სამართლიან პრეტენზიებს ჩვენ ზოგ-ზოგიერთ ტერიტორიებზე, როგორც არის აჭარა, როგორც არის სამცხე-ჯავახეთი, როგორც არის. რა თქმა უნდა. არ მინდა ეხა ბევრი ლაპარაკი რა. იქნებოდა რა, არ იქნებოდა, როცა ჩვენ რა თქმა უნდა. ჩვენ რო დავსტუტეთ, წაიღებენ იმიანა რა. კი, აბა რა. ხო და აი ესე მოუვა იმ საწყალ უკრაინასაც. მოდი რა პირდაპირ თქვა, ჩვენ ეს არ გვახარებს რა. რატო უნდა გახარებს? არა, ხო და ვიღაცა დებილი ძახის რომ მე შენა გიხარია. მაგრამ ჩვენ კი არ გვახარებს. ჩვენ მოგწონს ის, რომ რასაც ჩვენ ვიძახით ის მართალი აღმოჩნდა და მოგწონს ის, რომ ამას პროგნოზირებდით და გაცილებით უფრო მეტად მოგწონს ის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის და ეს ჩვენ ქვეყანაში არ დაუშვა. ანუ ხო, ანუ ეგ არის მთავარი ცვლადი, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი მაგრამ მოგწონს თუ გვესიამოვნა თუ რაც შეიძლება დაერქვას მაგას. ის რომ ჩვენ მიუხედავად იმისა თუ როგორი გააფთრებული პროპაგანდა იყო იმის ირგვლივ რომ აგერ ისეთი დასუსტებული არის რუსეთის სამხედრო პოტენციალი რომ იდეალური დრო არის დავიბრუნოთ აფხაზეთი და ამაზე რომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ქვეყნის საქართველოს ამ შემთხვევაში განადგურების გარდაუვალი და აუცილებელი წინაპირობა ამაზე გვეუბნებოდნენ რომ ეს იყო რუსული საქმე და ჩვენ რო არ ჩავერთეთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი დაბრუნების ავანტიურაში ეს იყო რუსეთის მართული და მოღალატეობრივი ნაბიჯები. ამაზე არის საუბარი, როდესაც ესაა პირველ რიგში რომ ამაში რამდენად მართალი ვიყავით. ეკმა ყოფილება შეიძლება იგრძნო მხოლოდ თორე რასაკვირველია მეზობელი ქვეყანა, როდესაც ასეთ გაუსაზღვის დღეში ამდენი წელი და რამდენად უარესი მომავლის პერსპექტივა ისახება და ესახება მას, რავი, ნორმალურ ადამიანს ეს წესით შეუძლებელია რომ გაუხარდეს. უბრალოდ, ნუ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა მთელი ევრობიუროკრატია deep state-ის დავალებით, რომ როგორღაც თანამონაწილე ყოფილიყავით და როგორღაც საქართველოს ყოფილიყო ზუსტად ისეთ რუინებში, როგორშიც ახლა იმყოფება უკრაინა და ამიტომ რასაკვირველია ყოველთვის მადლიერები ვიქნებით ჩვენ ბიზნეს ევანიშვილის და არსებული ხელისუფლების რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ის სტაბილური მშვიდობა რომელიც არის ისტორიკა არტეხული რომ შვეიცარიულმა ბანკმა ანგარიში დაუყადა ბიზნეს ევანიშვილს ეგ დაღადღებული იყო ეს ხო აი რატომღაც რომ და ეს ამან გავლენა მოახდინოს და ბიზნეს ევანიშვილს აქვს ზუსტად ნათქვამი ატვე ჩაიوار ამ სიტყვებზე რომ მას აქვს ეს ნათქვამი სამშობლო ფულზე არ იყიდება. რა თქმა უნდა. აქვს ნათქვამი. და ერთი წამით და საქმით აქვს დამტკიცებული გასულ. არა, ჯერ ეს რო თქვა და ერთი წამითაც არ ვფიქრია რომ თუნდაც რამდენიმე მილიარდი შეწიროს იმ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. სიცოცხლეს წირავდა ხალხი. მოდი პირდაპირ თქვა რა ფული. მიშას დროს სიცოცხლეს წირავდა და ოჯახის წევრების სიცოცხლეს წირავდა. აქ იყვნენ ყველანი. აქ იყვნენ და იბრძოდნენ. და რამდენი სიტუაცია გამოვლინდა.
კაი. ამათ ესენი ვერ გაიგებენ. არა, სოყუროი. კარგი, დორშევათამდე მეგობრებო, უღმესი მადლობა რომ მადლობა ამ კვირას ეს კვირა შევთავაზეთ და ჩვენ გვექნება ევროპის და ისი კვირას ნახევარზე სასაუბრო თემა იქნება რა თქმა უნდა ევროპის საკითხები ევრობიუროკრატია და შანტაჟის ელემენტები, ინსტრუმენტები, როგორ დაჩიავდა და საბოლოო ჯამში რას დაემსგავსა ეს შანტაჟის ელემენტები. როგორ დაკარგა ძალა, ხო? როგორ დაკარგა სპენგლერი როგორი მართალი ყოფილა. კი, იმიტომ რომ დაეცნენ მართლა კუბილიუსის დონეზე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მოლდოვა და უკრაინა მინიმუმ იმიტომ უნდა გავაწევთ. და ეხა უკრაინას საქართველოს დაინახოს. ამ ნარატივს ამბობენ, უკრაინას რა მოსდის ხედავ? არა ძმაო, ეგეთ ევროკავშირში ნაგზადარგებულს უკრაინა ჩვენზე კარგად. ეს დაშლილი დაქუცმასებული საწყალი ქვეყანა. კარგად ზარდება. მადლობა ყურადღებისთვის.